ძალიან მძიმე შემთხვევაა და მინდა სამძიმრით დავიწყო პირველ რიგში. უკვე დადასტურებული შემთხვევა გქერთი და მინდა მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრო და დაშავებულებს მალე გამოჯამრთელება უსურვო. ეს არ არის უბედური შემთხვევა, როგორც ამას გვასაღებს მოქმედი მერი. ეს არის პირდაპირი ფორმით არც გულგრილობით ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ გულგრილობა გულისხმობს არაჯეროვან შესრულებას საკუთარი მოვალეობის ან შეუსრულებლობას მისდამი გულგრილი დამოკიდებულების გამო და ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული და ეს არის პირდაპირი ფორმით შეგვიძლია ვთქვათ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, როდესაც ასეთი ტიპის შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს შენი პირდაპირი მოქმედებით, იმიტომ რომ შენ არ ხარ მოწადინებული, რომ მსგავსი ტიპის საკითხები მუნიციპალურ დონეზე გადაუწყვიტო შენს მოქალაქეებს. საუბრობდნენ აქ ადამიანები, როდესაც პირდაპირ ხედავდით თქვენ როგორ იყო მათ შორის კადრები ვრცელდებოდა, ეს ავარიული კორპუსის თავზე არსებული შენობის ნაწილი გადმოხრილ მდგომარეობაში ფაქტობრივად მოწყვეტის საფრთხის წინაშე და კიდევ ერთი უტიფრობა, რომელსაც გვასაღებდა დღეს ქალაქის მერი, თითქოს ოჯახებს ელაპარაკებოდა, რაღაცა ნაწილი თანახმა იყო, წარმოუდგენელია. საერთოდ ოჯახის წევრი, რომელიც იქ ცხოვრობს, მე როგორც მივხვდი, არ არის დაშავებული. შემთხვევით გამლელ ადამიანს, რომლისთვისაც ჩვეულებრივ 7 დღე უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად უმძიმესი ამბით დამთავრდა. მაღაზიები არის პირველ სართულზე განლაგებული და გარემოვაჭრეები ვაჭრობენ კიდე. მე შეგახსენებთ რამდენი ხო შეეძლოთ ელემენტარულად ტერიტორია შემოესაზღვრათ და რამდენიმე კვირით ადრე შეგახსენებთ ზუსტად ასე მოხდა გადასასვლელ ხიდთან, როდესაც ჩამოინგრა შენობის ნაწილი, სადაც აფთიაქი იყო პირველ სართულზე განთავსებული და მე რამდენიმე კვირის განმავლობაში ფაქტობრივად შემოსაზღვრული იყო დადიანის გამზირის ეს ტერიტორია, რომ გამლელი არ დაშავებულიყო. სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა ქალაქის მერიას, მაგრამ ეს არის ქალაქი, სადაც ახალგაზრდები, არასრულწლოვნები ფაქტობრივად ვაგის პარკში იღუპებიან რაღაცა ვიღაცის გულგრილი მოქმედებით თუ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულის გამო. ეს არის ქალაქი, სადაც პირდაპირი ფორმით ესეთ შეიძლება სიკვდილი დაგეცეს თავში და 1-7 დღე შეიძლება ასეთი მძიმე ამბით დაუსრულდეს ნებისმიერ ოჯახს. ამიტომ ჩვენ როდესაც საუბრობთ პასუხისმგებლობაზე, ამ ადამიანებს საუბრობთ ამაზე. მხოლოდ იმით არის დაკავებული, როგორმე ერთმანეთს ფული მოხპარონ, ბიუჯეტიდან ფული ამოიღონ, მე ერთმანეთში გაარჩიონ ეს ყველაფერი, სახლში წაიღონ, ადამიანები დატოვონ ისეთი პრობლემების წინაშე, როგორც დგანა, სოციალურად დაუცველები, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ თან ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი, რა არის პასუხისმგებლობა ქალაქის მერის თუ არა ზრუნვა ასეთ ავარიულ კორპუსებზე? 8 წელი გავიდა გიორგი და პროგრამა არ წარმოუდგენია ფაქტობრივად ქალაქის მერს. სამწუხაროდ თბილისში არის დაახლოებით 10,000-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. არანაკლები მდგომარეობა არის ბათუმშიც, თუმცა ამ შემთხვევაში თბილისში მიმდინარე პროცესებს საუბრობ, დიდუბის გამგეობას, ინფორმაციას ვაახლებთ, ჩამონგრეული კორპუსი. პრინციპში კორპუსი არ არის ჩამონგრეული კორპუსის მნიშვნელოვანი დიდი მძიმე დეტალი ჩამოვარდა ამ შემთხვევაში, მაგრამ დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაყავსო, როგორც ჩანს ქალაქის მერიიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. ირაკლი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ამბავს? ტრაგედია, ოღონდ ეს ტრაგედია არის დანაშაული სინამდვილეში. დანაშაული, რომლის მსხვერპლით საქართველოს მოქალაქეები წლების განმავლობაში ვართ. ეს არის გულგრილობა, ეს არის კორუფცია, მარტივი მიზეზების გამო. იმიტომ რომ დღეს კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას არ ცალია იმისთვის, რომ ავარიულ შენობებს მიხედოს. მაგრამ როგორც კი მე და ჩემი მეგობრები რაღაც წარწერას გავაკეთებთ არარუსულ რეჟიმს, ნებისმიერ ადგილას, გარეუბანში, ცენტრში, რაღაც ნანგრევზე თუ ასე შემდეგ, ეგრევე გვპოულობენ და გვაჯარიმებენ. მიდიან, უშვებენ მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელსაც ხელფასს სხვა რამეში უნდა უხდიდეთ, და მთელი დღე აღებინებენ ამ წარწერას, რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რომ წავაწერეთ ქალაქის მასშტაბით. კახი კალაძე, რომელმაც დღეს თითი გაიშვირა მაცხოვრებლებისკენ, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე და მთელი რეჟიმი და ეს კონკრეტული შემთხვევა ხო არ არის? წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში რა მოხდა? ყველგან სადაც ასეთი ტრაგედია მოხდა, ბათუმი იყო, კორპუსის ჩამონგრევა, ლეოგრანდში ხანძარი, თბილისში ვაკის პარკი, პარკებში პატარა ბავშვები, რომლებიც დენის დარტყმისგან იღუპებიან, ბათუმში სულ ახლახანს ორმოში ჩავარდნილი, 3 დღით ადრე 200,000
ლარი რომ გადაიხადეს და ზარზე იმით რაღაც დაანონსეს სცენა რომ მოაწყვეს და მე ორმორო დატოვეს. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ეს არის იმ რეჟიმის ბრალი, რომელიც დანაშაულებრივად გენოციდს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს. გენოციდს უწყობს და ამაში ჩვენ რაღაცნაირად მიშვებული გვყავს. გასაგებია, რომ რუსული რეჟიმი არის საწყისი ამ ყველა პრობლემის, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ ყველაფერზე ერთად ვისაუბროთ. ამ სოციალურ საკითხებზეც, რუსულ რეჟიმზეც, საგარეო პოლიტიკაზეც და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ. ზუსტად მინდა რომ ეს არის ზუსტად პოლიტიკის შედეგები, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ მათ შორის ოპოზიციის ბრალი, რომელიც დაკომპლექსდა, რომ მარტო საგარეო საკითხებზე უნდა ილაპარაკო და საყოფა ცხოვრების საკითხები, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ და ხო, სიკვდილი ეცემათ თავზე და ძიმე მდგომარეობაში არის. ეს საკითხები დასაბრუნებელია პოლიტიკაში. გაღრმავდება, თუმცა მეტი კიდე რაღა უნდა გაღრმავდეს, არ ვიცი, მაგრამ მომრავლდება იმ შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიში ვალდებულების ფაქტორი თუ არ იმუშავებს. ამისთვის ჭირდება ხალხს არჩევნები, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის მასშტაბი არის ძალიან დიდი და მათ შორის რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეს სწორედ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, თქვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ლელოდლიერმა საქართველომ გახარია საქართველოსთვის ერთი რომ მიიღეთ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე და დღევანდელი დღის სიახლე არის ის რომ მინიშნებით გაკეთებული განცხადებები რომ თქვენ ამ არჩევნებში კოორდინირებულად იმოქმედებდით დღეს გარკვეული მემორანდუმის სახით დაფიქსირდა. მოსახლეობის და თქვენი მხარდამჭერებისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე გთხოვთ რომ განმარტოთ რას უკავშირდება ეს მემორანდუმი, რისი მოლოდინი უნდა ქონდეს პირველ რიგში თქვენს მხარდამჭერებს, იქნება ეს თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გისმენთ. ხო, გიორგი, ჩვენ მართლაც არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში ერთი მხრივ, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, კონსტიტუციური პროცესის მიღმა იმართება ქვეყანა და ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, როდესაც ჩვენ მხოლოდ ურთიერთ კონკურენციით უნდა ვიყოთ დაკავებული, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძალების გაერთიანება, კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საერთო მერობის კანდიდატები გვყავდეს, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავდეს და ამ მხრივ გამოვრიცხოთ კონკურენცია. მეორე მხრივ ძალიან კარგად ჩანს, რომ დედაქალაქში განსაკუთრებულად განწყობები არის შეცვლილი მართული პარტიის მხარდაჭერის კლების თვალსაზრისით და ამიტომ აი ესეთი შემთხვევები, ანუ არ მინდა მე ხა რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციას და არჩევნებს დაუკავშირო დღევანდელი ძალიან მძიმე, უმძიმესი ამბავი, მაგრამ როგორ შეიძლება მომდევნო 4 წლით აი დედაქალაქი დაუტოვოთ აი უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას, რომელთვისაც სამოსავალი წერტილი კი არ არის აი ესეთი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა, ავარიული კორპუსების და ასე შემდეგ. ამ ადამიანების ძირითადი ამოცანა არის როგორმე ტენდერებიდან ატკატებით, მე ამ ატკატებით საკუთარი ბიზნესმენების დაფინანსება, მე პარტიული შავი სალარო შევსება და ასე შემდეგ და ჩვენ ფაქტობრივად აი პირდაპირ გეუბნებით, რომ თუ კოორდინაციას ამ არჩევნების შესაძლებლობა არ გამოვიყენებთ, ფაქტობრივად ფოდნოზე დადებულს ვაძლევთ დედაქალაქს მართულ პოლიტიკურ პარტიას და ამას ჩვენი პოლიტიკური პარტია არ გააკეთებს. ჩვენ ყველას ბრძოლას ვცემთ. პატივს ყველა ბრძოლაში ვართ აბსოლუტურად ჩართული, პროტესტშიც, საგარეო ასპარეზზეც, მათ შორის ამ ხელისუფლების დელეგიტიმაციის თვალსაზრისით, სასანქციო რეჟიმის გავრცელების თვალსაზრისით იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ამ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, თუმცა ბრძოლის დამატებით გზას ხაზს ვირჩევთ, მათ შორის რაციონალურ გზას და ლელოც ასე უყურებს ამ პროცესს, რომ ეს არის რაციონალური პოლიტიკური გზა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცვლილებები მოვიდეს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ პირობებში, როდესაც ოცნების ელექტორალური რღვევა მიმდინარეობს, იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად კლანური დაჯგუფებების შორის დაპირისპირება მიდის ხელისუფლებაში, ჩვენ არ გვაქვს როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ფოდნოზე ეს გამარჯვება დავდოთ და მივართვათ ფიძინე ივანიშვილს და ოცნებას. კიდევ უფრო მეტი სიზუსტე რო შემოვიტანოთ, ირაკლი, ეს არ ნიშნავს პარტიების ინტეგრაციას. ანუ ეს არ ნიშნავს რაღაცა ტიპის თუნდაც პოლიტიკურ გაერთიანებას ამ ეტაპზე, როგორც ხვდები, არამედ ეს არის კოორდინაცია. გულისხმობს თუ არა ეს მაგალითად საერთო საარჩევნო შტაბის ფუნქციონირებას.
ჩვენი შეთანხმება, რომელიც დღეს დაიდო მემორანდუმის სახით, გულისხმობს თანამშრომლობის საწყის პრინციპებს. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულირება, ჩვენ გამოვრიცხავთ ურთიერთ კონკურენციას. ჩვენ თანხმდებით საერთო მაჟორიტარების კანდიდატებზე, მერების კანდიდატებზე მარტივი მიზეზის გამო და არ ვზღუდავთ, რა თქმა უნდა, ამას პარტიული პირიქით, საუბრობთ, რომ ნეიტრალური კანდიდატებით უნდა იყოთ ძირითადად წარმოდგენილი. შესაბამისად, აქედანვე ჩვენი ორივე პარტიის სახელით ვაკეთებთ განაცხადს და ვეუბნებით იმ მებრძოლ მოქალაქეებს, რა გვიკავშირდით, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენი რესურსით, შრომით, ძალისხმევით დაგიდგებით გვერდით თქვენივე სოფლებში, თქვენივე ქალაქებში, რაიონებში, დედაქალაქში, იმისთვის, რომ არც ერთი გოჯი და სანტიმეტრი თავისუფლების არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და სიკვდილით სავსე ქალაქი, ხო იყო კალაძის სლოგანი სინათლით, ბედნიერებით თუ სიყვარულით სავსე ქალაქი. მე ამ ქალაქში დიდი ხანია აღარ სინათლე მინახავს, აღარ სიყვარული მინახავს, იმიტომ რომ უბედურებაში ჩაძირეს მთელი საზოგადოება, კახი კალაძემაც და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის თელმა კლანმა და სისტემამ. ამიტომ ჩვენ თავი მიზანია რომ ვიყოთ ურთიერთშეთანხმებული, თუ საჭირო იქნება საერთო საშტაბო მიმართულებითაც ვიმუშავებთ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს მიზანი რომ ივანიშვილს არ მივცეთ ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა. ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა, რომელსაც შემდეგ ისევ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ რესურსებზე, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გასაგებია ზოგადი საბიუჯეტო სახსრები და პოლიტიკა რუსული რეჟიმის და ივანიშვილის, მაგრამ იმის მიღმა არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს და თუ იმეს გონია, ბოდიში, თუ იმეს გონია, რომ ეს ხშირად დამცინავად ამბობენ ხოლმე მუნიციპალური პოლიტიკის მიმართ, რომ ეს რაღაცა მოხრეშვის და კანალიზაციის პოლიტიკაა, ბოდიში მოიხადეთ, იმიტომ რომ ის რა უბედურებები ჩვენ გარშემო დღეს ხდება, სწორედ იმის ბრალია, რომ არაკომპეტენტური და კორუფციით სავსე მერიები და საკრებულოები არსებობს ამ ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იქაც დავაკოჭოთ ბიძინა ივანიშვილი, იქაც არ მივცეთ ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის შესაძლებლობა. ჩვენ მოვჭით უკვე კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ოღონდ ლიდერებთან, რომელიც თავად ჩაკეტეს ეს კომუნიკაციის სივრცე. გიორგი, ამ თემას დავუბრუნდებით, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მანამდე დღევანდელი გადაწყვეტილების განგრძობადობაზე, პერსპექტივაზე რო ვილაპარაკოთ. თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ მოლაპარაკებები მერობის კანდიდატებზეც და მაჟორიტარობის კანდიდატებზეც, იმიტომ რომ დრო ბევრი არ არის სიამდვილეში დარჩენილი და განსაკუთრებით ბერდიამაც გამოყო თბილისი ამ ხრივ, იმიტომ რომ ელექტორალური განწყობების თვალსაზრისით არა არჩევნების მიმართ ოპტიმიზმის, არამედ ქართული ოცნების მიმართ კრიტიციზმის კუთხით მართლაც ოცნებას მძიმე მდგომარეობა აქვს. აქ რო იყოს ახლა შედარებით ნორმალური საარჩევნო გარემო, საერთოდ კითხვის ნიშნის გარეშეც კი იქნებოდა მოტივაცია ოპოზიციის არათუ მონაწილეობის, არამედ გამარჯვების პერსპექტივის, მაგრამ თბილისში შეგვიძლია თქვა რომ უკვე ყავთ ვინმე ისეთი კანდიდატი, რომელიც გარშემოც უკვე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. იქ იყო საუბარი ქალბატონის სალომეს ვარიანტზე კანდიდატურაზე, რომელიც მე უკვე რატომღაც მეჩვენება რომ ალბათ არარეალურია. თუ შეგიძლიათ სახელი და გვარი ალბათ რო იყოს უკვე რაღაცა ვერ სიტყოდით ამ ეტაპზე, მაგრამ რა ეტაპზე ხართ ამ მოლაპარაკებების? გიორგი, სიმართლე რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვისაც და ლელოსთვისაც ალბათ ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც მისაღები იქნებოდა და პირიქით მხარდაჭერას გამოუცხადებდით აი ამ ბრძოლაში, თუმცა როგორც ჩანს ეს უკვე უტოპიური ამბავია, ამიტომ კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ან კონსულტაციები აქტიურ ფაზაში ჯერჯერობით არ ყოფილა, ბევრი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს, სწორედ აი სამუშაო პროცესში გამოჩნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არა მხოლოდ თბილისის კანდიდატი, არამედ სხვა თვითმმართველი ქალაქების თუ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებზეა საუბარია მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე და როგორც ირაკლიმ თქვა, ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი მემორანდუმით გაწერილი პრინციპების თანახმად თანამშრომლობის კარი არის ღია იმ აქტორებისთვის, იმ ნეიტრალური ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესში დაინახავენ თავს, ამიტომ ეს პროცესი, სამუშაო პროცესი უკვე დაიწყება კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით და ჩვენ ბუნებრივია გასაგებია კანდიდატების მიღმა არის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არჩევნების, ამ ხმებს დასვაჭირდება. და სხვა ოპოზიციური პარტიების არ მონაწილეობა ამ ხრივ სერიოზულად დააკოჭლეს
აკრძალებს შესაძლებლობებს ოპოზიციური პარტიების. მით უმეტეს, როცა დამკვირვებლებსაც შეეზღუდათ მიღებული ცვლილებების შედეგად საარჩევნო უბანზე აქტივობის დაფიქსირების შესაძლებლობები. ამიტომ კომისიის წევრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებათ ფაქტების ფიქსირების და გამოტანის კუთხით. ამ მხრივ როგორ აპირებთ მუშაობას და განსაკუთრებით ადგილებზე გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ უფლება, მონაწილეობდნენ, რომ ითანამშრომლებენ თქვენთან ამ მხრივ. თუ ოპოზიურ პარტიებთან ამ თემაზე საუბარსაც პერსპექტივას ვერ ხედავთ. უცნაური მოცემულობა ამ მხრივ, იმიტომ რომ იმისთვის რომ მათ ყავდეთ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, მაშინ მათ უნდა გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია. გაივლიეს თუ არა 5 ნომერი და 4 ნომერი საარჩევნო რეგისტრაცია. საარჩევნო გადაწყვეტილება ასეთი აქვთ მათ მიღებული. ხო, ესეთ გადაწყვეტილებები ბევრი გვინახავს, თუმცა შესაბამისად მათი ხავსა ვერ იქნება ათვისებული კომისიაში ფორმალურად ასე. ეს ნიშნავს, რომ ისინი ქართულ ოცნებას დაუთმობენ საკუთარ კვოტას. კვოტას, რომელსაც არ ითვისებს კონკრეტული პარტია, ავსებს შემდეგ ქართული ოცნება. ეს ასეა ფორმალურად, ფორმალურად ასეა, მათ უმრავლესობა უჭირავთ და თუ აჩუქებენ ისინი ქართულ ოცნებას კომისიის წევრებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ძალიან ნათელი და ცალსახა პოზიცია გვაქვს გიორგი იმ არათუ კრიტიკასთან, თავდასხმებთან მიმართებით, რასაც ჩვენი პარტნიორები, მე ესე ვეძახი, დღემდე პარტნიორები აწარმოებენ კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ და ამას პასუხობთ რითი? პასუხობთ დუმილით და პასუხობთ ერთობაზე აპელირებით, იმიტომ რომ 4 ოქტომბერიც ჩაივლის, როგორც არ უნდა ჩაივაროს 4 ოქტომბერმა და 5 ოქტომბერს ჩვენ ისევ მოგვიწევს ერთობაზე საუბარი. ჩვენ ერთობას ვეძებდით აქამდეც, ვეძებთ ახლაც, ხვალაზღიად ვართ ერთობისთვის და მეტი კოორდინაციისთვის, მეტი თანამშრომლობისთვის, ყველა შესაძლო კომპონენტისთვის ამ მიმართულებით, შემდეგაც ამის აუცილებლობა დადგება. მათი მხრიდან იარლიყების მოწეპება, რაღაცა მოღალატეების ძახილი, ასე შემდეგ. ჩვენ გულწრფელია შეიძლება ადამიანურად გვეწყინოს, მაგრამ ანერ გავლენას არ ახდენს და არ ვუპასუხებთ. ოპოზიციის ოპოზიცია, ჩვენ არ გავხდებით, ლელო არ გახდება ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ვართ ივანიშვილის ოპოზიცია და ამას გავაგრძელებთ. მაშინ როცა ვიღაცა შეიძლება დასვენებლად წავიდეს აგვისტოში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სოფლის, რაიონის, მუნიციპალიტეტის და ქალაქის უფლებებისთვის. იქ მცხოვრები ადამიანების შეუგროვდებით, აი ბერდიესაც მინდა ვკითხო, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სხვა შორის შედარებით ნაკლები პრეტენზია აქვთ გახარია საქართველოსთვის მიმართ. თქვენ პოზიცია თავიდანვე ქონდათ გაცხადებული და გაცლებით მტკივნეულად აღიქვავენ სრულიად გასაგები მიზეზების გამო ლელო-ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას, რაზეც საუბრის საშუალებას ირაკლის კიდევ მიუცემ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგაზარალებთ, რამდენად დაგაზიანებთ აქტიური ბოიკოტის კამპანია, ისინი ამას უძახიან არ თანამშრომლობის კამპანიას და უფრო მეტად თქვენ ის უფრო მეტად მინდა კითხოთ არსებული ვითარების ამ კლიმატის ნორმალიზაციის ან მმართველი რეჟიმის ლეგიტიმაციის კუთხით ხედავთ თუ არა სერიოზულ საშიშროებებს განსაკუთრებით ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის ამ თემასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ განცხადების ნაწილის გათვალისწინებით. მესმის ეს წუხილები გიორგი აბსოლუტურად, თუმცა საერთოდ არ უკავშირებ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ტიპის სტატუს-კვოს ნორმალიზაციას. მაპატიე ბერდიას საკრებულოს წევრი ნიკო კახეთელიძე აკეთებს განცხადებას. ორ სიტყვას ვიტყვით, თუ შეიძლება თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან ძიმე ფაქტი მოხდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს შენობა არის 50-იანი წლების შენობა დაახლოებით, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად ის პარაპეტი რაც ჩამოინგრა, ეს არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი, ვთქვათ, ელემენტი შენობის გალამაზებისთვის და მოხდა ეს ფაქტი. შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორიაზე აქ მე უსმინე სხვადასხვა საშუალებებს ინფორმაციის და იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათ მესამე კატეგორია არ გულისხმობს, რომ იქ უნდა შემოღობო ეს შენობა, თუნდაც წარმოვიდგინოთ ის, რომ ადამიანები არ გამოდიან სახლიდან და რას უღობავ ეხლა იმას, ხო, თავისთავად. ეხლაც კი, როცა მიმდინარეობს მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება, სადაც გადაყავთ მოსახლეობა სასტუმროებში, ეხლა
როდესაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომელსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ნუ ეს არის რა, არ ვიცი რა, უმძიმეს სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ ამ ფაქტის შემდეგაც რჩება ეს ჰაერში. თუმცა ნუ ეხლა ყველამ დაინახა. შეუძლებელია ალბათ ამ კომენტარების მენა, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს განწყობები თავად საკრებულოს ქართული ოცნების წარმომადგენლების წევრების მოგასმეინოთ. როგორც ჩანს, ეს მესიჯი განისაზღვრა მათი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩევლების მიერ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების მიმართულებით გადავიდეს პასუხისმგებლობის ძირითადი წილი, მაშინ როცა ლაპარაკია სრულიად აშკარა დანაშაულებრივ გულგრილობაზე, თავზე გადმოკიდებულ ნაპრალიან უზარმაზარ ნაწილზე შენობის, რომელიც თვეების განმავლობაში თავად მოქალაქეების მიერ იყო გაპროტესტებული. თუ რამე საინტერესო სიტყვის ეს ბატონი ინფორმაციულად რაიმე საინტერესო ზურა პეტროსიანს მოგვიანებით ჩავრთავთ. ახლა კი ვერდია გავაგრძელოთ საუბარი, თქვენ საუბრობდით ამ ლეგიტიმაციის საფრთხეზე და თქვენი პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტოთ. ჩვენ ბუნებრივია ამას არ უკავშირებთ, ეს არის თითიდან გამოწვეული საკითხი. არ შეიძლება ამ საკითხზე ასე სპეკულირება, იმიტომ რომ ფაქტი უკვე შემდგარია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რა პოზიციაც აქვს დასავლეთს, მე ვფიქრობ ძალიან ცალსახაა, მათ შორის EUTODIR-ის დასკვნითაც, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით და მათ შორის ცალკეული სახელმწიფოების ევროკავშირის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების. ამიტომ ამის დაკავშირება რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემასთან ოცნების, რომელიც არის კონსტიტუციური პროცესი, კონსტიტუციით გათვალისწინებული 4 წელში ერთხელ არჩევის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებების, არ არის პირდაპირ კორელაციაში იმასთან, რასაც აპელირებს და პოზიციონირებს ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ აქ მინდა ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა გავაკეთო. ხა აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ არჩევნებზე, უბნებისზე რაღაცა კამპანიების წარმოება ნეგატიური თვალსაზრისით გაუკეთებია მხოლოდ ოცნებას. რა ვიცი, ხა თუ ნაცნობძრაობაც იგივე ფორმით დაიწყებს პოზიციონირებას და ჩაშლას და ჩვენი შეხვედრების ჩაშლას და ასე შემდეგ, ნუ არ ვიცი, რა სხვაობა შეიძლება იყოს მაგალითად ოცნების ტიტუშკებსა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის. ამიტომ მე სიფრთხილისკენ მოვუწოდებ მინიშნებები ჯერ მათ არ გაუკეთებთ, რომ ასე საპირებდნენ, ამიტომ ცალკეულ სპიკერებს გაუკეთებ. მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო პირადად გიორგი ადმინისტრაციულ ორგანოს ოპოზიციის გამარჯვებულ ადმინისტრაციულ ორგანოს მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის დააწერინეს, რომ ბოიკოტში გავდივართ. ეს ობიექტურად თქვა ცოტა გაუგებარი იყო და მეორე საკითხი, ანუ მე მინდა ერთი მაგალითი თქვა გიორგი. აკეთებდა მაგას. 2021 წელს ერთი მაგალითი მინდა მარტივი ვთქვა და დავასრულო. სენაკის მუნიციპალიტეტში იცით რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უმრავლესობა მიიღეს, ნაცნობძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქურდული სამყაროს ჩარავით გადაიბირეს. მერე ჩატარდა ხელახალი არჩევნები ამ სამაჟორიტარო ოლქში და მე თქვენ გეტყვით რომ ოპოზიციამ არ მიიღო აქ მონაწილეობა და 400-ხმიანი მხარდაჭერა ჰქონდა ოცნებას და არ მიღების პირობებში ოპოზიციის მონაწილე 900 ხმა არის. ამ მომენტში მნიშვნელოვანი დილემებია საერთოდ რა თქმა უნდა და პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იმიტომ ხართ რომ ყველა ამ შანს, რესურს, რისკს უნდა წონიდეთ და შესაბამისად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეთ.